მოგესალმებით ინგა, დიდი მადლობა რომ შემაჯამებელ გადაცემაში მომიწვიეთ. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. მინდა დავიწყო ბუნებრივია საქართველოს ხელისუფლების შეფასებით. ჩვენ გვყავს გამაოგნებელი ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის შესაძლებლობების არ სჯერა. გვახსოვს ყველას ძალიან ნათლად და მწარედ ამავე დროს. როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, ერთ-ერთი პირველი, რაც გამოგვიცხადეს, გვითხრეს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს რესურსები. ეს არის ქვეყანა, რომელსაც არ უნდა გქონდეს ამბიცია იყოს საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელოვანი მონაწილე. და ეს არის ხელისუფლება, რომელმაც 8 წლის წინ უკვე მოგვიზომა სირაქლემის პოზა. და მე მათ ვეკითხები დღეს 8 წლის თავზე. რა უფლება გაქვთ თქვენ იყოთ იმ ქვეყნის ხელისუფლებაში, რომლის შესაძლებლობების არ გჯერათ? რა უფლება გაქვთ თქვენ მოხვიდეთ მესამე ვადით და ექსპერიმენტები ატაროთ იმ ერზე და იმ საზოგადოებაზე, რომლის წაყვანაც გამარჯვებისკენ არ გაქვთ გადაწყვეტილი. კიდევ ერთი არანაკლებ საკვირველი რამ, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ჩვენ მშვიდობას გვამადლის. და ავიწყდება კი არა, ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც მსგავსი რამ არ გაუგია, რაც ჩვენმა დიდმა წინაპარმა დაგვიბარა. და ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მე თქვენმა სტუმრებმა და საქართველოს ხალხმა, რომ ცარიელ მშვიდობა საფლავშიც გვეყოფა. და ესეც რომ არ იყოს, თქვენმა სტუმრებმაც აღნიშნეს, სად არის მშვიდობა? ვეკითხები მე დღეს ხელისუფლებას. კითხონ 4 ომი რომ არ გაქვთო, ხომ გითხრათ ახალმა დეპუტატმა, ქალბატონმა ელისომ, ბოლქვაძემ, ომი რომ არ გაქვთ, ზუსტად ამას ვამბობ. ზუსტად ამას ვამბობ, ინგა, ეს არის ხელისუფლება, რომელიც არარსებულ მშვიდობას გვამადლის. ამაზეა ზუსტად საუბარი და მე მინდა მათ კითხონ 4-ზორიას და ტატუნაშვილის დედებს. თუ არის მათთვის ამ ქვეყანაში მშვიდობა. ასევე მინდა კითხონ ასობით გატაცებული ქართველის ოჯახებს, თუ არის მათთვის მშვიდობა. და მე პირდაპირ გეტყვით, მშვიდობა კი არა ომია დღეს საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ოღონდ ამ ომს ეხლა ქვია ვირუსთან ომი, პანდემიასთან ომი და ყველა ნორმალური ხელისუფლება ამ ომს უმკლავდება საზოგადოების გაერთიანებით, პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებით, მთელი ინტელექტუალური და პროფესიული რესურსის გაერთიანებით და ჩვენ რას ვხედავთ საქართველოში? ვხედავთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ტრადიციულად ყოფს და ანაწევრებს ამ ქვეყანას, ანაწევრებს მტრებად. საზოგადოების მისი მიზანმიმართული პოლიტიკა 8 წლის მანძილზე, რომ საქართველოს საზოგადოება დაყოს ერთმანეთთან მტრულად განწყობილ ნაწილებად და იცით საიდან მოდის და რას მახსენებს მე ეს პოლიტიკა? ეს არის კლასიკური რუსული ხელწერა მთელ მსოფლიოში, სადაც მათ ხელი მიუწვდებათ დაყავი და იბატონე და არა მხოლოდ დაყავი და იბატონე, არამედ საზოგადოება დაყავი ერთმანეთთან იმგვარად წაკიდებულ ნაწილებად, რომ მათ ერთმანეთის ენა არ ესმოდეთ. ნახეთ როგორ ეკიდებიან ისინი პროფესიონალებს, მათ შორის პროფესიონალ ექიმებს, რომლებიც მათ დაკრულზე არც ეკავენ, ბოდიში მომითხოვია, ხო? მათი ჩარეცხვის კამპანიით იყვნენ დაკავებულები, სანამ კრიზისის წინაშე არ დადგნენ. და კიდევ ერთი რამ, ეს არის ხელისუფლება, რა ძალიან საინტერესოა, რომელიც საკუთარ წარმატებას სრულიად გაუგებარი კრიტერიუმებით ზომავს. და ამეთანხმებით ყველა, რომ ხელისუფლება, საღად მოაზროვნე ხელისუფლება, წარმატებას უნდა ზომავდეს იმით, მისი მოქალაქე მშიერია თუ მაძღარი, ჩაცმულია თუ ჩაუცმელი, სახლშია და კეთილმოწყობილია თუ სიცივეში ათევს ღამეს. და ჩვენ გვყავს სამწუხაროდ ხელისუფლება, რომლის წარმატების ერთადერთი საზომი არის ის დარჩება ის მესამე, მეოთხე, მეხუთე ვადით და უვადოდ ხელისუფლებაში თუ არ დარჩება. ამიტომაც მივიღეთ ჩვენ დღეს ერთპარტიული პარლამენტი, ამიტომაც დაამტკიცა დღეს ამ ერთპარტიულმა პარლამენტმა განსაკუთრებული რიხით ერთპარტიული მთავრობა და იგივე მთავრობა, რაც მნიშვნელოვანია.
ხო, ყველას დაგვრჩა ეს კითხვა, რომ რატომ არ შეცვალეს მთავრობის უდიდესი ნაწილი, რომელმაც საოცარი COVID კრიზისი გამოიწვია ამ ქვეყანაში, ხო? იმიტომ რომ ისინი ჩვენგან განსხვავებული, საქართველოს მოსახლეობისგან განსხვავებული კრიტერიუმებით საზღვრავენ საკუთარ წარმატებას, მათი ყოფნა არ ყოფნით ხელისუფლებაში. კიდევ ერთი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება ბიზნესს. ბიზნესი ყველაზე ჩუმი ნაწილია ამ საზოგადოების და მე მოვუწოდებ ბიზნესს, რომელიც ძალიან მავნე ტრადიცია დაარღვიონ და ერთად ამოვიღოთ ხმა იმის წინააღმდეგ, რასაც ჩვენთვის რას გულისხმობ ხათუნა და მე აქვე უბრალოდ ჩაგეჭრები და გეტყვი რომ ძალიან რთული არის იმ ტიპის ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, გინდა ეხლა ამ ხელისუფლების პირობებში, სარდაფებში ჩაყვანილი ბიზნესმენები და ყოფილი მინისტრები რო ვნახე და ბიზნესის წარმევები, გინდა წინა ხელისუფლების პირობებში, ანუ ძალიან რთულია ამ ტიპის ქვეყანაში ბიზნეს შენ მოსთხოვო რომ გამოვიდეს და იყოს პოლიტიკურად აქტიური. ხომ თანხმები? აი ეჭვიანობის ნიადაგზე, პოლიტიკური ეჭვიანობის ნიადაგზე, მაგალითად ხაზარაძეს რაც დამართეს, რომ დღემდე სასამართლოში არის მისი საქმე. რომელი ბიზნესმენი გამოვა? ზაზა ოქუაშვილის მოყოლილი ისტორიები, აი სარდაფის კადრები, ეს ყველაფერი რომ დევს სახეზე, რომელი ბიზნესისგან ითხოვს შენ აქტიური იყოს პოლიტიკურად? ინგა, მე პოლიტიკურ აქტივობას არ ვითხოვ, იმიტომ რომ ბიზნესის ადგილი, ბიზნესმენების ადგილი ქუჩაში არ არის. ბიზნესმენების მითხარით საქართველოს ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი, რომელიც ამ ქვეყნის ერთ მოქალაქეს მაინც კვებავს და აძლევს ხელფასს. ხელფასს აძლევს და ამ ქვეყნის მოქალაქეების უდიდეს ნაწილს კვებავს, სამსახურს აძლევს, საკუთარი თავის ღირსებას მატებს სწორედ ქართული ბიზნესი და მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ყველაფერს მდუმარედ უნდა შეეგუოს. მაგალითს გეტყვით ძალიან მარტივს. 1 იანვრიდან როგორც მითხრეს, ორმაგდება ელექტროენერგიის გადასახადი აქცეული ბიზნესისთვის. დაანონსდა გუშინ, რომ საგადასახადო შეღავათების უმეტესობა უქმდება. გეკითხებით, რითი გადავუხადოთ ხელფასი თქვენსგან გაწირულ საქართველოს მოსახლეობას. იმ მოსახლეობას, რომლის მილიონმა მოქალაქემ მეოთხედმა ნაწილმა შეიტანა განცხადება, აღიარა რომ ღარიბია და თხოვს სახელმწიფო სოციალურ დახმარებას. თქვენ წარმოგიდგენიათ რა დააქციეს ამათმა ეს ქვეყანა. ყოველი მეოთხე საქართველოს მოსახლეობის ითხოვს სოციალურ დახმარებას და აღიარებს რომ ის არის ღარიბი. და ამ დროს ეს რესურსული ქვეყანაა. კიდევ ერთი არ მინდა ეს გამომრჩეს. უმნიშვნელოვანესია აგრეთვე თქვენ ვინახართ და რა უფლება გაქვთ რომ ჩვენ შვილებს კარებისკენ უთითებთ. უთითებთ რომ საქართველო დატოვონ და თავისი მომავალი სხვა ქვეყნებში ეძებონ. არასდროს და არც ერთ შემთხვევაში მე როგორც დედა ვერ ვაკადრებ საკუთარ თავს რომ თქვენ შვილებს მიუთითო კარებისკენ. მაგრამ არც იმას მოვითმენ რომ რომელიმე თქვენგანმა ჩვენ შვილებს მინჭით რესურსით დახუნძულ შვილებს კარებისკენ მიუთითონ. ამიტომაც და მინდა რომ პოზიტივზე გადავერთო, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას დღეს ძალიან ჭირდება პოზიტივი. აი ამ ძალიან რთულ წელს მოხდა კარგი რამ. კერძოდ ის რომ ამ ხელისუფლებამ დაინახა რომ ამ ქვეყანაში ყველა და ყველაფერი არ იყიდება. მან ვერ იყიდა საქართველოს პოლიტიკური სპექტრი. ამავე დროს საქართველოს მოსახლეობამ, აი ამ პოლიტიკური სპექტრის ამომრჩეველმა დაინახა, რომ მას ტყუილად არ მიუცია ხმა ამ პოლიტიკური სპექტრისთვის, იმიტომ რომ მათ მაგრამ შედეგობრივად რას მოიტანს ძალიან ბუნდოვანია ხათუნა ოპოზიციის ბოიკოტი რომელიც ქუჩაში რჩება ეხა სულ არ მაქვს იმის სურვილი რომ ენის მოჩლექით ვილაპარაკოს სხვა შორის დღეს გამეცინა შაბათის რეაქციას გეგმავდა ჩემ პროდიუსერი და ოპოზიციურმა პარტიების წარმომადგენლებმა უთხრეს იცით რა ჩვენ ერთად აღარ ვჯდებით უი რას ამბობთ ჩვენ ესეთი რეაქცია გქონდა ანუ გესმის ხო რაზე გელაპარაკები აი რას მოუტანს ამ ქვეყანას ოპოზიცია გარეთ რომ თურმე დღეს სტუდიაში აღარ ჯდება ერთად რა ანუ აღარ უნდათ ერთად რომ დასხდნენ და პარლამენტში ერთი პარტია აი ესაა კითხვა ერთი წუთი გვაქვს პასუხისთვის და გადმოვალ უკვე სტუდიაში
კი ბატონო ინგა, მე ილუზიებში არა ვარ, მესმის ძალიან კარგად, რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა ოპოზიციისთვის, არსებობს გარკვეულწილად მარგინალიზაციის საფრთხეც, მაგრამ ოპოზიცია სრულად უნდა გადაეწყოს, ტაქტიკა და სტრატეგია უნდა შეცვალოს და ემზადოს უკვე რეალური არჩევნებისთვის. დავანებოთ დროებით თავი რიგარეშეს. ამ მონაცემებითაც კი გაყალბებული მონაცემებით ოპოზიციას აქვს შანსი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოიგოს დიდი ქალაქების საკრებულოები და აი ამ რეალობისთვის უნდა ემზადოს და კიდევ ერთი და ამითი ვამთავრებ. დროა ქართულ პოლიტიკაში შემოვიდეს ახალი თაობა, რომელსაც სჯერა ამ ქვეყნის გამარჯვების უნარიანობის და მოდით საქართველოს საზოგადოებამ ყველამ ერთად დავაჯეროთ ეს ურწმუნო ხელისუფლებაც კი, რომ ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელსაც წარმატების, სიმდიდრის, გამარჯვების რესურსი გვაქვს, ის ქვეყანა ვართ, რომელსაც შეუძლია თავისი განუმეორებელი და საჭირო როლი შეასრულოს საერთაშორისო ურთიერთობებში. აი ამ პოზიტიურ ნოტაზე მიულოცავ თქვენთან ერთად და თქვენი მეშვეობით მთელ ჟურნალისტურ საზოგადოებას, იმიტომ რომ თქვენ ხართ დღეს ჩვენი უმთავრესი ფარი. განსაკუთრებით თქვენ მოგილოცავთ მომავალ ახალ წელს საქართველოს საზოგადოებას. ჩვენ სადაც როგორც ლონსკი ამბობს სატანისტურ ორგიებს მართავთ თურმე TV პირველში. როგორც ბატონი ვოლსკი ამბობს ცალკბათ რომ ხუმრობს. მადლობა ხათუნა, მადლობა დიდი. ერთადერთი ფრაზა და თავარია დავიჯეროთ რომ ძალა ჩვენშია, ნამდვილად ჩვენშია ეს ძალა ნამდვილად არის ჩვენში. რომ ღირსეულიერი ვარ. კი ბატონო, წარმატება მინდა გისურვო.